მთელი მე-16 საუკუნის განმავლობაში ქართლის და კახეთის სამეფოებმა სხვადასხვა საგარეო პოლიტიკა აწარმოეს მათივე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. კახეთის სამეფო საქარავნო გზას ემიჯნებოდა და აბრეშუმით ვაჭრობით მდიდრდებოდა. ამიტომ კახეთის სამ იმპერიას შორის ფულით ლავირებდა და მშვიდობასაც ამგვარად ინარჩუნებდა. ასეთი პოლიტიკით კი კახეთის სამეფო მე-17 საუკუნის დასაწყისში სამივე სახელმწიფოს ოსმალეთის, ირანის და რუსეთის მოჩვენებით ვასალად იქცა. რამაც ხანგრძლივი მშვიდობა კი შეუნარჩუნა სამეფოს, მაგრამ ასეთმა ლავირებამ საბოლოოდ უმძიმესი შედეგი მოუტანა მას შაჰ-აბასის გამანადგურებელი შემოსევების სახით. კახეთისგან განსხვავებით, ქართლის სამეფო მთელი მე-17 საუკუნის განმავლობაში ებრძოდა ჯერ ყიზილბაშურ ირანს, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის სამხრეთში და აღმოსავლეთში შემოჭრილ ოსმალეთის იმპერიას. ლუარსაბ პირველის და მისი მემკვიდრის სვიმონ პირველის მიერ ნაწარმოებმა ხანგრძლივმა სამამულო ომებმა ქართლი მეტად დაასუსტა. სამეფო ხელისუფლება შეზღუდა და ისედაც მოძალებულ სათავადოების თვითნებობას უფრო მეტად გაუხსნა გზა. ლუარსაბ ქართლის მეფის ირანში გატყუების და დატყვევების შემდეგ შაჰის მიერ ქართლის ვალად ანუ გუბერნატორად დანიშნული ბაგრატ-ხანი 1619 წელს მიიცვალა. მასზე პიეტრო დე ლავალე წერდა. ის არ წარმოადგენდა მეფეს, არამედ იყო სპარსეთის ხელმწიფის მორჩილებაში მყოფი ხანი და თითქმის მონაც. ახალი ქართლის ცხოვრებაში კი ბერეგნატაშვილი ასე ახასიათებს ბაგრატ დაუთ-ხანის ძეს, ხოლო დაჯდა ქართლსა ბაგრატ, რომელიც გარდაქცეულიყო რჯულსა მაჰმადისასა და არცა იყო ღირსი მეფობისა, ხოლო ზურგად განჯის ხანი და მისნის შემდგომნი ხანი ხვეს. ამან ბაგრატ ვერ დაუჭირა თავი ქართველსა, ვერც ეუფლა ქალაქსა ზეით ზემო ქართლსა და არც აყვარობდნენ ქართველნი და არც არად ახსენებდნენ თათრობისათვის და იყოფოდა ეგრეთ. 1619 წელს ბაგრატ-ხანის გარდაცვალების შემდეგ ქართლის მმართველად დანიშნულ მის ვაჟ სვიმონ ხანსაც ისეთივე მდარე ავტორიტეტი ჰქონდა ქართველ თავადაზნაურობაში, როგორც მამამისს. შაჰ-აბასმა ეს კარგად იცოდა და სწორედ ამის გამო დანიშნა სვიმონ ხანის ვექილად გიორგი სააკაძე, რომელიც ქართლის ფაქტიური მმართველი გახდა. სუსტი სვიმონ ხანი მის გარეშე ვერაფერს წყვეტდა. არადა მოურავის სახელის გაგონებას კი შიშის ზარს სცემდა ბევრ ქართლელ დიდებულს მაშინ. სწორედ იმათ, ვინც 1612 წელს სააკაძის და ლუარსაბ მეფეს დააშორეს, ქართლის სადედოფლო ტახტიდან გადააგდეს. მალე მრწმენობით და სამეფო ხელისუფლების სისუსტით ცნობილი ლუარსაბი სააკაძის ხალათში დაარწმუნეს. გიორგი მოურავს მის ოჯახთან ერთად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და იძულებით გადახვეწეს ირანში. იმ დროის ქართლში ბევრი ასეთი დიდებული იყო, რომლებიც გიორგი სააკაძისგან კარგს არაფერს მოელოდნენ. სააკაძე უკვე ის აღარ იყო, რაც 1612 წელს. მოურავს შაჰ-აბასის ზურგით უკვე აღდგენილი ჰქონდა ყველა უფლება ქართლში. მას 40 სოფელი ეკუთვნოდა. ირანში თიულად ოლქს ფლობდა და შაჰის უპირველეს სარდალთა წრეს განეკუთვნებოდა. კანონიერი მეფის გარეშე დარჩენილი დიდებული თავადები შაჰ-აბასს ნებით უხრიდნენ თავს. გვარში და სათავადოში პირველობის შესანარჩუნებლად ზოგი ოჯახი შაჰის ევანდებოდა კიდეც. სხვები შვილებს ამწესებდნენ შაჰის ევანში და ამით ხელშეუხებლობის შეუვალობაც ჰქონდათ. მაგრამ გიორგი სააკაძეზე მეტად დაახლოებული ადამიანი შაჰ-აბასთან იმ დროის ქართლში არავინ იყო. არც სააკაძის სიტყვაზე მეტი წონა ჰქონდა მათ სიტყვას სპარსეთის შაჰის წინაშე. ამიტომ სააკაძის მტრებით ციხესიმაგრეებში ჩაიკეტნენ გიორგისგან შურისძიების მოლოდინში, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. 1620 წლის 15 აპრილს გიორგი სააკაძის მოთხოვნით მოსამართლეების ჯგუფი შეიკრიბა. ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართული სამართლის მცოდნეები: ბეჟან ბარათაშვილი, პატრონი გიორგი, მეღვინე თუხუცესი, პატრონი ღაზნელ და კარის მდივანი თუმანიშვილი ნასრ.
ამ სასამართლოზე გიორგი სააკაძე მისი მთავარი მტერი ქაიხოსრო ჯავახიშვილი გამოიწვია, რომელსაც ედავებოდა 8 წლის წინ მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ერთ-ერთ მოთავეობას, სასიკვდილოდ გამეტებას, სახლ-კარის გადაწვას, დედამისის დევნას, მისი აზნაურების დაპატიმრებაცემას და მოსაკლავად ხელმეორედ თავდასხმას. სასამართლომ ქაიხოსრო ჯავახიშვილი გაამტყუნა და ჯარიმის გადახდა დააკისრა. ჯარიმის გადახდა დაეკისრა გიორგი სააკაძესაც მისი აზნაურების მიერ ქაიხოსრო ჯავახიშვილის აზნაურების დარბევის გამო. გიორგის მონდომებით ასეთი სასამართლოების მოწყობა მის მტრებთან შერიგებას ისახავდა მიზნად და არა ანგარიშსწორებას. ამის დასტურად იმავე სასამართლოს გარდაწყვეტილების წიგნიდან ვკითხულობთ სააკაძის განაცხადს, რომლითაც ის მის დაუძინებელ მტერს ქაიხოსრო ჯავახიშვილს მიმართავს. ჩვენ შუა ძმობისა და მოყრობის მეტი არღარა დარჩა რა, სამუდამოდ და საბოლოოდ ასრე შევრიგდით და შევეწყვენით, ჩვენ შორის საყარყაშო სადაო საქმე აღარ არისო. მეორე დაუძინებელ მტერთან, ფარსადან ციციშვილთანაც გამართა სასამართლო გიორგი სააკაძემ, რომლის შემდეგ ფარსადან ციციშვილი გიორგის, მის ძმას ქაიხოსროს და შვილებს, ავთანდილს, პაატას და იორამს საფიცრის წიგნით ეუბნებოდა. რაც ღმერთისგან და კაცისგან თქვენს მორჭმას და განდიდებას უჯობდეს და კარგად მოუხდებოდეს, იმის მომჭირნე და ძალის მიმცემნი ვიყოთ თათარშიგაცა და საქართველოშიგაცა. რაც ამას წინათ ჩვენს და თქვენს შუა სასამდურაო და ნაწყენი საქმე იყო, ისიც ასრე ჩავარონინეთო. ასეთივე საფიცრის წიგნი მიიღო სააკაძემ როველი ეპისკოპოსისგან, დომენტი ავალიშვილისგან და მისი ძმის წულებისგან. ვიყვნეთ თქვენთვის დღეს და დღეისიქით კარგნი და კარგის მდომნი. არა გავნოთ, არა გაზიანოთ, თქვენის მტრისა მტერი ვიყოთ და მოყვარისა მოყვარე. ასეთი სასამართლო და საფიცრის წიგნები სხვაც არის შემორჩენილი იმ ეპოქიდან. რაც იმაზე მეტყველებს, რომ გიორგი სააკაძის მეცადინეობით მშვიდობიანობა ჩამოვარდნილა ერთმანეთს წაკიდებულ ქართლის დიდებულებს შორის. ასეთ შერიგებათა მიზეზი ისიც იყო, რომ საქართველოსადმი შაჰ-აბასის 8 წლიანი პოლიტიკის შემყურე ქართლის თავადაზნაურობა უკვე ნათლად ხედავდა, რომ შაჰ-აბასი ლუარსაბ მეფის ტყვეობიდან გათავისუფლებას არ აპირებდა და მალე ქართლსაც ისეთივე დღეში ჩააგდებდა, რაც კახეთს დამართა. შაჰს ჯერ ქართლისთვის არ ეცალა და მალე გიორგი მოურავი შვილებთან ერთად თავისთან დაიბარა. სააკაძეს ირანში თან გაყვნენ ზურაბ არაგვის ერისთავი თავისი აზნაურებით და მოურავის მუდამ თანმხლები მხედრები. როგორც ჩანს, ეჭვიანი შაჰი მოურავს ქართლში დიდხანს არ აჩერებდა თორე. მის გარეშეც დაიპყრობდა ყანდაარს და ბაღდადს. სწორედ იმ დროს ატყობინებდა შაჰ-აბას ხორნაბუჯიდან კახეთის მმართველად დანიშნული ფეიქარ-ხანი. გაფანტული კახელები თავ-თავიანთ კერას დაუბრუნდნენ და ისე მომრავლდნენ, რომ 10,000 ხმალი დაითვლებაო. მაგრამ ამ დროს შაჰს არც კახეთისთვის ეცალა, რადგან მისი ყურადღება სპარსეთის ყურისკენ იყო მიპყრობილი, საიდანაც ის პორტუგალიელების განდევნას გეგმავდა კუნძული ჰორმუზიდან, რათა საზღვაო სავაჭრო გზა გაეხსნა ირანისთვის ევროპისკენ. შაჰი კუნძულზე თავდასხმას მოკავშირე ინგლისელების ფლოტის დახმარებით ამზადებდა. აბასი ასევე გეგმავდა ოზბეგებზე შეტევას და ყანდაარის დაპყრობას. ის ასევე ქალაქ ბაღდადის, მთელი ერაყის და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ახალციხის გამოგლეჯასაც აპირებდა ოსმალების ხელიდან. ამიტომაც აწყობდა შაჰს ჯერ ქართლში სიმშვიდე და ამიტომაც არ ეხებოდა მის ტყვეობაში მყოფ ქართლის გვირგვინოსან ლუარსაბ მეფეს, კახეთის დედოფალ ქეთევანს და თეიმურაზის ტყვევაჟებს, ლევანს და ალექსანდრეს, რათა ნაადრევად არ გაეღიზიანებინა ისედაც დაძაბული ქართველობა. ომს დიდი კუჭი აქვსო და გამუდმებულ ომებში ჩაბმული შაჰ-აბასისთვის სამხედრო ნადავლის გარდა ირანული აბრეშუმის ექსპორტი იყო ყველაზე დიდი და სტაბილური სახაზინო შემოსავალი. მაშინ ასეთი მოწოდება გამოთქმაც კი ტრიალებდა ირანის მმართველ წრეებში. აბრეშუმი ვერცხლისთვის, რადგან ომს და რეფორმებს ბევრი ვერცხლი სჭირდებოდა.
ირანული აბრეშუმი შირვან ასტრახან არხანგელსკის საქარავნო გზით გაედინებოდა ევროპაში და ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის მფლობელი რუსეთის სამეფო ჯერ ჭირდებოდა შახს, სანამ სპარსეთის ყურიდან გახსნიდა ინგლისელების დახმარებით საზღვაო გზას ევროპისკენ. თეიმურაზის მუდმივი დიპლომატიური მეცადინეობის გამო რუსეთი იყო ის ერთადერთი სახელმწიფო მაშინ, რომელიც დატყვევებული ლუარსაბ ქართლის მეფის, ქეთევან კახთა დედოფლის და ბატონიშვილების, ლევანის და ალექსანდრეს გათავისუფლებას მოითხოვდა მუდმივად შაჰ-აბასისგან. არადა შაჰ-აბასს საქართველოს საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად ჯერ არ ეცალა. თან რუსეთიც სჭირდებოდა და ამიტომ გადაწყვიტა რაიმე ხერხითი დრო გაეწელა და მოსკოვი როგორმე შეეყოლიებინა. 1620 წელს მოსკოვში ხმა გავრცელდა. სპარსეთის შაჰი მოსკოვის მეფეს საქართველოდან წაღებულ ქრისტეს კვარს უგზანის, რომელში შემოსილით ჯვარს აცვეს ჩვენი მაცხოვარიო. ამის შემდეგ მოსკოვის მთავრობა დაუყოვნებლივ შეუდგა შაჰთან გასაგზავნი ელჩობის მზადებას და 1621 წლის ივნისში ელჩები კუვშინოვი და კორობინი ირანს გაემგზავრნენ. მათ შაჰს რუსეთის მეფის სახელით უკვე დაჟინებით მოთხოვეს, რათა თავის შეეკავებინა საქართველოს მიმართ აგრესიისგან, თეიმურაზისთვის დაებრუნებინა სამეფო, ტყვეობიდან გაენთავისუფლებინა ქეთევან დედოფალი, ბატონიშვილები და ქართლის მეფე ლუარსაბ. შაჰმა რუსეთის მეფის ასეთ კატეგორიულობას დიპლომატიური ხერხი დაუპირისპირა. მან ჯერ მაცხოვრის კვართად მონათლული სიწმინდე გადასცა რუს ელჩებს, რითიც მათი დაჟინებულობა მოალბო, ხოლო შემდეგ ირანში მოხვედრილი 87 ტყვე გაათავისუფლა და ამის შემდეგ გადავიდა დიპლომატიურ შეტევაზე. თეიმურაზ მეფემ ძევლად გადმომცა დედამისი და ორი ვაჟი იმ აზრით, რომ ჩემ მოსისხლე მტერ ოსმალეთის სულთანს არ მიემხრობოდა. მან კი იცრუა მიატოვა დედა და შვილები და ჩემი ძმის რუსეთის მეფის დაუძინებელ მტერ სულთანთან წავიდა და ახლაც იქ არის. ამ სიტყვების შემდეგ შაჰ-აბასი კინაღამცრემლად დაიღვარა და განაგრძო. თუ ჩემ ძმას რუსეთის დიდ ხელმწიფეს საქართველოს მიწა ჭირდება, მე მას წინ არ დაუდგები. ის კი არა ჩემი სამეფოს სასაზღვრო ქალაქებს ბაქოს, შემახას და დარუბანცას არ დავიშურებ. ჩემი ძმისთვის ოღონდ თეიმურაზ მეფე ოსმალეთიდან უნდა წამოვიდეს და ჩემთან მოვიდესო. დიდად პატივნაცემი და უხვად დასაჩუქრებული რუსი ელჩები ისპაჰანიდან გამოისტუმრეს, რომლებმაც მოსკოვში შაჰის ნაჩუქარი და მაცხოვრის სამოსად მიჩნეული სიწმინდე ჩაიტანეს. ამ ამბავმა დიდი გამოცოცხლება გამოიწვია მოსკოვში და პატრიარქმა ფილარეტმა საზეიმო წირვა გადაიხადა. ირანში ელჩობის წარუმატებლობის შემდეგ კი რუსეთის მეფე თეიმურაზ მეფეს წერილობით ანუგეშებდა და ურჩევდა. არაფერი გამოვიდა და უფალს მიენდელა. მოგვიანებით თეიმურაზი რუსეთის მეფეს წერილობით უხსნიდა. მაცხოვრის კვართი სვეტიცხოველშია დაცული, ხოლო ის სიწმინდე, რაც შაჰ-აბასმა მოსკოვში გამოაგზავნა, ქართლიდან გატაცებული სუდარაა, რომელიც მარტვილობის შემდეგ სახეზე ეფარა უფალსა ჩვენსას იესო ქრისტესო. არადა ქართლიდან გატაცებული ამ სიწმინდით მაშინ რუსეთის დიპლომატიური მოწოლა დააცხრო შაჰ-აბასმა. და თან მოსკოვის მეფის მიერ ისევ წამოჭრილი მოთხოვნა ლუარსაბ მეფის, ქეთევან დედოფლის და ბატონიშვილების გათავისუფლების შესახებ გაურკვეველი დროით გადადო თავის სასარგებლოდ. შაჰ-აბასს ჯერ საქართველოს საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად არ ეცალა. 1622 წელი იდგა და შაჰ-აბასის მთავარი ყურადღება სპარსეთის ყურისკენ იყო მიმართული. ინგლისელების ოსტ-ინდოეთის კომპანიის აგენტები ირანის სამხრეთით, ფარსის ბეგლარბეგის, იმამ ყული ხან უნდილაძის რეზიდენციაში ქალაქ შირაზში ისხდნენ და პორტუგალიელების ხელიდან სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძულ ორმუზის გამოგლეჯაზე თათბირობდნენ. იმ დროს ანგლიკანური ინგლისი ევროპიდან ინდოჩინეთამდე გამავალ საზღვაო გზაზე გაბატონებულ კათოლიკურ პორტუგალიას ებრძოდა. ამ უმნიშვნელოვანესი საზღვაო სავაჭრო არტერიის ხელში ჩასაგდებად.
სპარსეთის ყურეში მდებარე ორმუზის კუნძული კი ერთ-ერთი უმთავრესი ფორტი იყო, რომლითაც პორტუგალიელები აფრიკა-ინდოეთის საზღვაო გზას აკონტროლებდნენ. სპარსეთიდან მომავალ სავაჭრო ტვირთებზეც ისინი იღებდნენ საბაჟო გადასახადს და გემებითაც მათ ვაჭრებს გაჰქონდათ ირანული აბრეშუმი ევროპის ქვეყნებში. სწორედ ინგლისელების და პორტუგალიელების ამ საზღვაო ომით უნდოდა სარგებლობა შაჰაბას და ჰორმუზის ხელში ჩაგდება ოსტ-ინდოეთის კომპანიასთან ერთად. ინგლისელებსაც აწყობდათ შაჰის სამხედრო ძალის დახმარებით მათთვის უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის ციხესიმაგრის აღება, რადგან ირანული აბრეშუმის გადაზიდვა ევროპაში მათი გემებით უდიდეს შემოსავალს მოუტანდა ოსტ-ინდოეთის კომპანიას, ხოლო ჰორმუზის ფორტის ხელში ჩაგდებით ინგლისი ინდოეთ-აფრიკის საზღვაო მონაკვეთზე სრულ კონტროლს ამყარებდა. ორმუზის აღებას ფარსის ბეგლარბეგი იმამ ყული ხან უნდილაძე სარდლობდა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მან ინგლისელებთან ხელშეკრულება დადო, რის მიხედვითაც ორმუზის უმდიდრესი საბაჟო შემოსავლიდან ნახევარი ირანის შაჰის იქნებოდა, ნახევარი კი ოსტ-ინდოეთის კომპანიის. სპარსეთის ყურის ირანული სანაპირო იმამ ყული ხანის სამფლობელოში შედიოდა და ძმები უნდილაძეები ამ დროს სპარსეთის ყურიდან ისპაჰანისკენ მიმავალ საქარავნო გზას აწესრიგებდნენ, აგებდნენ ხიდებს და გზის გასწვრივ ქარავნების შესასვენებელ სავაჭრო ქარვასლებს. შაჰის ბრძანები დიდი ხარჯი იდებოდა სპარსეთის ყურისკენ მიმავალი გზის მშენებლობა მოწესრიგებაში. გამოიცა გურამ ქართველიშვილის ორი ახალი წიგნი: რომანი კედლები და ისტორიული კრებული რაც იყო. შეძენის მსურველებმა დარეკეთ მოცემულ ნომერზე. უნდილაძეები ძალიან მდიდრები იყვნენ. 1619 წლის 7 ივლისს პიეტრო დელავალემ თავისი თვალით იხილა დედაქალაქის მთავარ მოედანზე უნდილაძეებისგან შაჰ-აბასისადმი გამოგზავნილი ძღვენი, 40 საუკეთესო ჯიშის ბედაური, ძვირფასეულობით სავსე საპალმეებით დატვირთული 7 აქლემი და შაქრის ზოდებით სავსე 4 თვალა ფორნები. უნდილაძეებს იმდენად დიდი პრივილეგიები ჰქონდათ, რომ მათ საბეგლარბეგო ფარში შაჰის ზოგიერთი კანონის არ ვრცელდებოდა. შაჰ-აბასის უმკაცრესი კანონი ღვინისმის აკრძალვაზე, რაც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, შირაზში მეტად შემსუბუქებული იყო. ალბათ იმიტომაც, რომ ფარში ძალიან ბევრი კახეთიდან გადმოსახლებული ქართველი დაამკვიდრეს მაშინ უნდილაძეებმა. ინგლისის ელჩს სერ თომას ჰერბერტს სპარსეთის ყურიდან ისპაჰანისკენ გზავრობისას თავისი თვალით უხილავს იქ გადასახლებული ქართველები. მათ შესახებ ჰერბერტი წერდა: ჩვენ მივედით ასუპასში, რომელიც ერთი ძველი ციხეა. მასში და მის გარშემო ცხოვრობს დაახლოებით 40,000 ქართველი, რომლებიც ქრისტიანები არიან. ისინი როგორც ტყვეები ძალით გადმოუსახლებიათ აქ. ამ ხალხს მფარველად წმინდა გიორგი ყავთ, რომელსაც მოწიწებით ცემენ თაყვანს. თუ რომელიმე მათგანი იღებს მაჰმადიანობას, ის პრივილეგიით სარგებლობს სხვებზე. ნეტ არ ეხილა ჩემ თვალს ქრისტიანთა ასეთი ტანჯვა, რასაც აქ ვხედავ, როცა გაიგეს, რომ ჩვენს ქრისტიანები ვართ, მათ არა მარტო თავი მოიყარეს ჩვენს ირგვლივ, არამედ ატირდნენ კიდეც ჩვენთან შეხვედრით. ეს იყო ჩემთვის ტრაგიკული დღე ხილვა ამ უბედურ ადამიანთა. 1622 წლის გაზაფხულზე შირაზის ბეგლარბეგი იმამ ყული ხან უნდილაძე თავისი ქართველ შაჰისევანთა გვარდიით ინგლისელთა გემებზე ავიდა. ინგლისურ-ირანულმა ფლოტმა ჯერ ორმუზიდან 15 მილის მოშორებით მდებარე კუნძულ ქეშმს შეუტია, სადაც პორტუგალიელებს ჰქონდათ პოზიციები გამაგრებული. თავიდან გემებიდან დაბომბეს კუნძული, ხოლო შემდეგ იმამ ყული ხანის გვარდია გადავიდა ქეშმზე. ბრძოლით დაამარცხა პორტუგალიელები და კუნძული მთლიანად დაიმორჩილა. ამის შემდეგ ინგლისის გემები ორმუზის სანაპიროს მიადგნენ და იმამ ყული ხანი თავისი მეომრებით კუნძულზე გადავიდა. კუნძულზე გამაგრებულ ციხეს ინგლისის ფლოტის ეკიპაჟმა ზღვიდან გაუხსნა საზარბაზნე ცეცხლი. იმამ ყული ხანმა კი ამ დაბომბვისას შეუტია ხმელეთიდან ფორტის გალავანს და 1622 წლის 22 აპრილს ორმუზის აიღო.
სპარსეთის სრუტე ოსტ-ინდოეთის ინგლისური კომპანიის და შაჰ-აბასის ხელში გადავიდა. ირანის იმპერიის ეს უმდიდრესი საზღვაო სავაჭრო ჭიშკარი უშუალოდ დაექვემდებარა იმამ ყული ხან უმდილაძეს. ეს იყო დრო, როცა ირანის იმპერიის ჩრდილოეთ სავაჭრო საქარავნო ჭიშკარსაც ქართველი განაგებდა და სამხრეთისასაც, რადგან იმპერიის უკიდურესი ჩრდილოეთის საზაზღვრო ქალაქ დარუბანდში შაჰის ხელში აღზრდილი იოთამ სულთან ქართველი იჯდა მმართველად, ხოლო სამხრეთში ორმუზის საზღვაო სატრანსპორტო ჭიშკარს უმდილაძეები განაგებდნენ. სპარსეთის ყურის საზღვაო გზის გახსნის შემდეგ ევროპაში ზღვით აბრეშუმის გატანის საქმე შაჰ-აბასმა ისპაჰანში ქალაქ ჯულფიდან გადასახლებულ სომეხ ვაჭრებს ჩააბარა. მე-17 საუკუნის ფრანგი მოგზაური და ვაჭარი ჟან ბატის ტავერნიე წერდა: იმამ ყული ხანი უაღრესად შეძლებული იყო, სარგებლობდა მთელი ქვეყნის სიყვარულით. მას გარს ერტყა უმამაცეს მხედართა ელიტა. იგი გულუხვად ასაჩუქრებდა მხედრებსაც და სწავლულებსაც, ხელს უწყობდა მეცნიერების და ხელოვნების მსახურებს, იცოდა საუკეთესო ნივთების ყადრი. ძმები იმამ ყული ხანი და დაუდ ხანი საქარავნო გზის გასწვრივ ყველგან აშენებდნენ სავაჭრო ქარვასლებს, საიდანაც დიდი შემოსავალი ჰქონდათ. დაუდ ხანის ერთ-ერთ ქარვასლაში 200 ოთახის კი დაუთვლია მოგვიანებით ფრანგ მოგზაურ შარდენს. ძმებ უნდილაძეებს დედაც ქართველი ჰყავდათ და ქართველებთან მტკიცე-ნათესაური ურთიერთობა ჰქონდათ. იმამ ყული ხანის ერთი ქალიშვილი ამილახვარზე იყო გათხოვილი საქართველოში, ხოლო მეორე დავითბეგ გურჯის ჰყავდა ცოლად. მესამე ქალიშვილი ირანის ჯარების ამირ სპასალარ როსტომ ხანს სააკაძეზე იყო გათხოვილი. დაუდ ხან უნდილაძეს თეიმურაზ პირველის და ჰყავდა ცოლად. რაც შეეხება იმამ ყული ხან უნდილაძეს, როგორც დუშ ანჟუში გადმოგვცემს, შირაზის მეფის ნაცვალს 50 ცოლი ჰყავს და ყველანი ქართველები არიან. ძმები უნდილაძეები ტყვეობაში მყოფ ლუარსაბ მეფეს, შირაზში მყოფ ქეთევან დედოფალს და ბატონიშვილებს ღირსეულად პატრონობდნენ, სანამ შაჰ-აბასი მათ უსასტიკეს განაჩენს გამოუტანდა. შაჰ-აბასის ისპაჰანი დიდი და მრავალეროვანი ქალაქი იყო, სადაც რომის პაპის წარმომადგენლობებს არაერთი კერა და კათოლიკური სალოცავი ჰქონდათ. ერთხელ შაჰ-აბასს ხელში ჩაუვარდა ისპაჰანში მოღვაწე კათოლიკე მისიონერების საიდუმლო წერილი, რომლითაც ისინი ორმუზის და ქეშმის კუნძულების პორტუგალიელ გამგებელს მისთვის საჭირო ცნობებს აწვდიდნენ. როგორც ჩანს, ისპაჰანელი პაპის წარმომადგენლები ერთმორწმუნე კათოლიკე პორტუგალიელებს უჭერდნენ მხარს ანგლიკანი ინგლისელების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც შაჰ-აბასის გეგმებს საფრთხეს უქმნიდა სპარსეთის ყურის საკითხში. შაჰ-აბასმა ამ საქმის გამოძიება და ზომების მიღება მის უერთგულეს ქვეშ შევრდომს ხოსრო მირზას უბრძანა, რომელიც დედაქალაქ ისპაჰანის თავი ტარუღა იყო და მას ექვემდებარებოდა ქალაქის პოლიცია და სასამართლო სისტემაც. ხოსრო მირზამ ისპაჰანში მცხოვრები ყველა კათოლიკე შინაპატიმრობაში გამოკეტა და მოკლე ხანში გახსნა კათოლიკური აგენტურული ქსელის საქმე. ხოსრო მირზაზე ერთგული ბევრი არ ჰყავდა შაჰს. ის იყო სულიმონ მეფის ძმის დაუდ ხანის უკანონო შვილი, რომელიც წავკისელი გლეხის ქალისგან შეეძინა 1565 წელს დაუდ ხანს. უკანონო შვილი მამამ არ ცნო, არც ქართლის მმართველი ბაგრატ ხანი ცნობდა ხარჭისგან ნაშობ ნახევარ-ძმას ბაგრატიონად. ხოსრო ისპაჰანში გაიზარდა და დედასთან ერთად დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდა. ერთხელ როცა შაჰ-აბასისგან უკვე განდიდებული გიორგი სააკაძე ყიზილბაშ ხანებთან იჯდა თავის საპატიო ადგილას, მას წარუდგა ხოსრო მირზა. თავისი ვინაობა მოახსენა და დახმარება თხოვა. გიორგი ბაგრატიონის საკადრისი პატივით წამოუდგა მოსულს ფეხზე, თავის ადგილზე დააბრძანა და ყიზილბაშ ხანებს აცნობა თუ ვინ იყო ეს ადამიანი. ამის შემდეგ მოურავმა ხოსრო შაჰ-აბასს წარუდგინა როგორც ქართლის ბაგრატოვანთა ოჯახის ბატონიშვილი. იმ დღიდან დაიწყო ხოსროს აღზევება და იმ დღიდანვე მიეკერა მის სახელს მირზა, რაც ქართულად უფლის სულს, ბატონიშვილს ნიშნავს.
1618 წელს შაჰ-აბასმა ხოსრო მირზა დედაქალაქ ისპაჰანის ტარუღად აღაზევა. მისი სახით ასპარეზზე გამოვიდა პიროვნება, რომელიც მოგვიანებით უმდილაძეების უძლიერეს დაჯგუფებას დაუპირისპირდა და ირანის ქართველებს შორის ყველაზე მეტი გავლენა მოიპოვა შაჰების კარზე. სპარსეთის ყურის შემდეგ შაჰ-აბასმა შუა აზიელი ოზბეგები დაამარცხა და ყანდაარს შეუტია, რომელიც 1623 წლის გაზაფხულზე დაიპყრო ირანის ჯარმა იმამ ყული-ხან უმდილაძის სარდლობით. იმ დროს გიორგი სააკაძე უკვე ირანში იყო და ყანდაარის დაპყრობაში ისიც იღებდა მონაწილეობას ძმასთან ქაიხოსროსთან და შვილებთან ერთად. იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრების მოწესრიგების შემდეგ შაჰმა ქალაქ ბაღდადისკენ დაძრა ჯარები. 1623 წლის 28 ნოემბერს ბაღდადი აიღო და უკვე 1624 წელს მთელი ერაყი წაართვა ოსმალებს ქურთისტანთან ერთად. ბაღდადის აღებისას დაიღუპა გიორგი სააკაძის ძმა ქაიხოსრო. ერაყის ბრძოლებში ყველა ქართველი შაჰი სევანის სარდალი მონაწილეობდა. იქ იყო ზურაბ არაგვის ერისთავიც. კუნძული ორმუზის, ყანდაარის და ერაყის დაპყრობის შემდეგ შაჰ-აბასმა ქართლ-კახეთის საკითხი საბოლოოდ გადასაწყვეტად მოიცალა. გააგრძელეს საქართველოს ისტორია.